ოქტომბრის მიწურული და დეკემბრის დასაწყისი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჯადოსნური დღესასწაულის ამზადისი განსაკუთრებულ ფაზაში შედის. დიდი ქალაქების ცენტრალური ქუჩები და მოედნები საშობაო ბაზრობებითა და მისი თანმხლების სადღესასწაულო დეკორაციებით ირთვება. განწყობას, რომელსაც მოციმციმე ნათურებით მოკაზმული ქუჩები კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს, ქმნიან ადამიანები, რომლებიც წლიდან წლამდე საახალწლო სამზადისისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები წლებია საახალწლო ილუმინაციების მორთვაში იღებენ მონაწილეობას. რთავენ დედაქალაქსა დამონტაჟებული განათებების ჩართვის ტრადიციულ რიტუალს მღელვარებით ხვდებიან. მაშინ, როდესაც ქალაქი სრულად ათყოფნაშია და უკვე ირთვება მთლიანად ქალაქი, ყველა ნერვიულობს, რომ აი შეხედო როგორი გამოვიდა შენი ამდენი დღეების უძილობა. აი როდესაც უკვე უყურებ ამას დიდ სივრცეში და ხედავ რამდენი რაღაცაა გაკეთებული, გული სიამაყით გვევსება და გვიკვირს კიდევაც, რომ აი ამდენი რაღაცა თითოეულმა ჩვენთაგანმა დაუძლიათ. 49 წლის ნათია ჯანელიძე საქართველოში ერთადერთი ენერგეტიკოსი ქალია ოსტატის პოზიციაზე, რომელიც 22 წელია თბილსერვის ჯგუფის გუნდის წევრია. საზოგადოებაც მიეჩვია და აბსოლუტურად სულ ყველა, რომ ქალსაც ჩვეულებრივად შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე იმუშაოს, როგორც კაცს. არასოდეს არ მიგრძნია ჩემს სამსახურში ის, რომ აი მე ქალი ვარ და აი ამის გამო რაღაცა ვთქვათ წინაღობა შეექმნათ ჩემთვის. პირიქით, ყველა მიფრთხილდება, ყველა პატივს მცემს და ეს რაღაცა ერთის მხრივ მეც მათამამებს. სამუშაო გრაფიკი სტანდარტულისგან განსხვავებულია. მაშინ, როცა ყველა იძინებს, სწორედ იმ დროს იწყება საახალწლო დეკორაციების დამონტაჟების სამუშაოებიც. ჩემი საქმე არის ძირითადად, რომ უხელმძღვანელო ჩემს ბრიგადას სამუშაოები წარმართოთ სწორად, რაც თავარია პირველ რიგში უნდა დავიცვათ ჩვენ უსაფრთხოება და არ უნდა დაუშვა შეცდომა, იმიტომ რომ პასუხისგებელი ხარ შენ ადამიანის სიცოცხლეზე და ამიტომ ყველაფერი უნდა წინ იყოს გათვლილი, გაწერილი სწორად და ასევე ზუსტად შესრულებული. ნათია ჯანელიძეს ახალი წელი ბავშვობაში აბრუნებს. ავლებს პარალელს დღევანდელ რეალობასთან და ბედნიერია, რომ ამ ყველაფრის მონაწილეა. გული მწყდება იმაზე, რომ ჩემ ბავშვობაში სამწუხაროდ არ იყო არც ასეთი განათებები, არც ასეთი ილუმინაციები, მაგრამ სამაგიეროდ ეხლა ჩვენ ვქმნით ამას და ვუქმნით ჩვენს პატარა ბავშვებს. მუშაობ ლამის 24 საათის განმავლობაში ამ პერიოდში და ეს კომპენსირდება ჩვენი შრომა, როდესაც უყურებ გახარებულ ბავშვებს, რომლებიც მოდიან, არის ჟრიამული, იღებენ სურათებს და ეს ერთი ათად გაძლევს სტიმულს, რომ უფრო მეტი გააკეთო და უფრო მეტად მოტივირებული იყო. წელს საახალწლო დეკორაციების მორთვაში თბილსერვის ჯგუფის 220 თანამშრომელი იყო ჩართული. ერთ-ერთი მათგანი 34 წლის თემურ სებულუაა, რომელიც 10 წელია უკვე გარე განათებების დამონტაჟებაში იღებს მონაწილეობას. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, იმატებს მღელვარება და სიხარული ჩვენს გულში. ბავშვებს უხარიათ, რომ ხედავენ სილამაზეს, განათებას, ახალწლო განწყობას რო ქმნით. ხალხიო ბედნიერია, ჩვენს ბედნიერები ვართ. ახალი წელის დასრულების შემდეგ ვიწევს საახალწლო ილუმინაციის დემონტაჟი და ცოტა სევდა მეუფლება. მაგრამ იმედიანად ვარ, რადგან ვიცი, რომ მომავალ წელს ისე ვიქნები ამ დღესასწაულის მონაწილე. დატვირთული გრაფიკი, უძილო ღამეები და ფიზიკური გადაღლა. ალბათ მაინც შეუმჩნეველი რჩება ის შრომა, რასაც თითოეული ადამიანი წევს საახალწლო დეკორაციების შექმნისთვის. თუმცა თბილსერვის ჯგუფის გუნდის წევრებისთვის მნიშვნელოვანია შედეგი. საახალწლო დეკორაციებით შექმნილი ატმოსფერო, რომელიც თითოეულ მოქალაქეს დღესასწაულს გაულამაზებს და იმ ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს, რომელსაც ეს დეკორაციები ქმნიან.